იყო ზარები ანკას დედასთან ეს ამბავი საჯაროდ არ გახმაურებულიყო, რომ საჭირო იყო საკითხის შიგნით მოგვარება. ამის შესახებ პირველი არხის ეთერში გულწასული 10 წლის მოზარდის ბები აწერს. საზოგადოებრივი მაუწყებელიც და სიმღერის აკადემიაც ირწმუნება, რომ ბავშვის წაქცევა არ დაუნახავთ. იგივეს ამბობს გადაცემის წამყვანი ლიზა ბაგრატიონიც. როგორ შეიძლება ამდენი ადამიანი გულგრილი იყოს, ასე უპასუხა ტელეწამყვანმა ოჯახის რეაქციას. საჭმელი ბოლოს 2 კვირის წინ მოგვიტანეს ვიზოგავთ, რადგან აქ 17 ადამიანი ვიმყოფებით. დარიალის ხეობაში საპატიმროში მყოფი უკრაინის მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. პატიმრები აცხადებენ, რომ თითქმის 1 წელია ოროთახიან სივრცეში არიან ჩაკეტილები, სადაც მძიმე სანიტარული მდგომარეობა. ერთ-ერთმა პატიმარმა კი ინფექციის გამო თვალიც დაკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დაპატიმრებულებს არ გააჩნიათ საზღვრის კვეთისთვის საჭირო დოკუმენტები. ლენტი გავჭერი სკროლვის დეპარტამენტი დამიკავშირდა. მომღერალი მაია დარსმელიძე წერს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალწარმოება ნინო ჟღარკავას ქრინების საფუძველზე დაიწყო. მოგვიანებით ჟღარკავამ დაწერა, რომ უწყებისთვის საჩივრით მას არ მიუმართავს და შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება Facebook პოსტზე მონიშნის შემდეგ თავად დაიწყო. უკრაინამ რუსეთში დაბომბა სამხედრო ქარხანა, რომელიც ჩაჰედების, ისკანდერებისა და კალიბრებისთვის განკუთვნილ მოწყობილობებს აწარმოებს. საწარმო უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.